Lechkumi, the mythological chronicle of the nation. Here cliffs embrace forests. From valley to valley, vineyards spill across sunlit slopes. Villages perched on hillsides, yards walled with riverstone. Old branching trees, deep-bottomed wells and graceful wooden odors with carved shushabandi, the glass-fronted verandas, steal the gaze. რაჭელის თითქმის ერთნაირი ოდა სახლებია, განსხვავება ის არის, რომ არის შუშაბანდებიანი სახლები და არის ღია აივნებით. ეს სახლი საუკუნეა საუჩემებია ბაბუაჩემს, მამაჩემის მამას და იმის მამას. რამდენიმე წელი მიმდინარეობდა მშენებლობა გადმოცემით ვიცი, ხელოსანი თავის შვილებთან ერთად ყოფილა, რომელთაც ხელოსნობა ეწოდა და ადგილზე მზადდებოდა ხის მასალა მოქონდათ მორები და ადგილზე ხერხავდნენ. დიდი შრომის ფასაცდებოდა, მაგრამ ხარისხიანი იყო და ჯამთელი იყო და კარგი იყო. ბაბუამ დაიბარო, რომ აქ კერია არ გაჩიდესო ამუდაში და ხანდახან ხუმრობთ კიდევაც ბაბუას ვარ დაეტოვებიასო და სახლები აგუშელებოდა ხო და ეს სახლი არის თელის და წიფელ. აშენებული არის 1936 წელს. ჩვენი გვარი ძველიდან მოდის ამ სოფელში, ვაგრძელებთ მამაპავისეულ დატვირთულ საქმიანობას, ვეწევით სოფლის მეურნეობას, მევენახეობას. სტუმრები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, მოსწონთ ხის სახლები, ჩანჩქერები, ხვამლის მთა, ადგილობრივი პროდუქტი, ღვინო, ძველი მარნები. უსახელაურის ვენახები გვაქვს გაშენებული, ცოლიკოურსაც ვაშენებთ, ჩვენს ძველი ხის ოდასახლს სტუმრებისთვის ვამზადებთ და ეხლა შეგვიძლია სტუმრების მიღება. Otis, engaged in agritourism, invite guests to harvest grapes by hand, learn the secrets of honey making or bread baking, and taste dishes as rare and refined as the land itself. From the odors of Lechkumi unfolds an untouched world. Dawn breaks over the valleys, vineyards glisten in the morning light, and the hours flow by a different measure, Lechkumi's eternal chronometer.